წლევანდელი 1 სექტემბერი მსოფლიო დიპლომატიისა და სახელმწიფოთა ლიდერებს შორის კომუნიკაციის ისტორიაში შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. მაგრამ 13 წლის წინ დაწყებული ამ დიდი ისტორიული გაუგებრობის აღწერაში საპატიო ადგილს დაიკავებს. ოცნების პრეზიდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. წერილის შინაარს ალბათ ეგზოტიკური ცნობის მოყვარეობის გამო მაინც გაეცადეთ. მე მხოლოდ რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით კობახიძეს ყაველაშვილი არჩია. ანუ მისი მარიონეტი პრემიერი ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის მცდელობისთვის იმდენად გაჭრილი და ჩამოწერილი სუბიექტია, რომ ახლა სხვა გვარის ფაქსიმილე შეირჩა. სხვათა შორის ნიშანდობლივია დღეს საღამოს თითქმის დადასტური ინფორმაცია თავად კობახიძის მიერ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც ყაველაშვილი წავარა და გახსოვთ რა ამბავი ქონდა დაატეხილი თავის დროზე ასამბლეის ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის უფლებისთვის, როდესაც ისინი მათ მიერვე არჩეულ სხვა ამ შემთხვევაში იმ დროისთვის უკვე მიუღებელ პრეზიდენტს ედავებოდნენ მარგველაშვილი მყავს ხედულობაში. შინაარს რაც შეეხება მთავარი ალბათ ოცნების ხელისუფლების სრული იზოლაციის აღიარება. წერილში წერია საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას. მე გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უფლებრივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან. წარმატებით შეუწყოთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა ამ ფონზე თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღნიშნე, ქართული საზოგადოების დაკვირვებას იწვევს. წერს ბატონი ყაველაშვილი. ის ვინც ეს წერილი დაწერა. შემდეგი რაც თვალში საცემია, აბსოლუტური არაკომპეტენტურობაა. წერილში წერია, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ დასახელებული ორგანიზაციები USAID როგორც მინიმუმ ტრამპისავე გადაწყვეტილებით სრულად ლიკვიდირებულია ან ლიკვიდაციის რეჟიმშია. ამასთან ამ გადაწყვეტილებების აღსრულების ტემპით და ეფექტით ძალიან ამაყობს თავად პრეზიდენტი ტრამპი, ხოლო მიმართულებებს ეროვნული უშიშროების საბჭოდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან კურირებს ადმინისტრაციაში ტრამპის ფავორიტი მარკო რუბიო. შემდეგ სერიოზული შეცდომა და მე ვიტყოდი შეურაცხყოფა ტრამპის გულწრფელობაში და დამოუკიდებლობის ხარისხში ეჭვის შეტანაა. წერილში წერია, ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. ანუ ამბობენო, ასე ამბობენ, თორემ ან არის ასე ან არაო. და ამას წერენ კაცს, რომელზეც ამბობენ, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ეგოს მატარებელია. წერილის ავტორებს, ანუ ივანიშვილს, ეჭვი შეაქვს არა მარტო ტრამპის გულწრფელობაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის კუთხით, არამედ იმაში, რომ ის არ არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების სუბიექტი და მარიონეტია ძალაუფლების სხვა ცენტრის ხელში. რა წერია წერილში? ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. აქვე წერილის ის პასაჟი, რომელსაც სხვაგანაც ხშირად იმეორებენ. ამერიკელებს ეხოცებიან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ამ წერილში წერენ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. არადა გასაგებად, ზეპირ სიტყვიერად და წერილობითაც აუხსნეს არაერთხელ, რომ ურთიერთობების აღდგენისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. უცხოური გავლენის კანონის გაუქმება, ანტიამერიკული დეზინფორმაციის შეწყვეტა, ძალადობის შეწყვეტა, დაპატიმრებულთა გათავისუფლება, რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტების გადახედვა, გაუქმება. ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნება, სერიოზული განწყობის ჩვენება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღსადგენი მოლაპარაკებებისთვის. ზოგჯერ მოგეხსენებათ, პასუხიც პასუხია და უპასუხობაც. განსაკუთრებით ჩინეთში მიმდინარე სამიტში ჩინეთის კომუნისტური პარტიის პარტნიორი ოცნების ლიდერების მიუწვეულობის ზევდის ფონზე.
1 სექტემბერი, თარიღი, რომელიც ამჯერად ერთდროულად სამ ფრონტს გვახსენებს. სად ვართ და რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს არ არის უბრალოდ კალენდარზე მონიშნული დღე. ეს არის საზღვარი, სადაც იკვეთება ქვეყნის მომავალი, რეჟიმის სახე და მსოფლიოს გეოპოლიტიკური დაძაბულობა. 1 სექტემბრამდე საქართველოს უნდა გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ. ეს იყო ევროკომისიის მიერ მოცემული ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის წინაშე არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც. ეს არ არის მცირე საფრთხე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საძირკველის რყევა. და რა გააკეთა ხელისუფლება? ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც მოჩვენებით შემოენახათ, ეს ვთქვათ, შეექმნა თანამშრომლობის ილუზია, უფრო გაამძაფრა ბრიუსელისკენ გაგზავნილი პროვოკაციული სიგნალები, კიდევ უფრო აგრესიული რიტორიკა, დეზინფორმაციული კამპანიები და ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშების დაღება, აგერ ახლა უკვე პროკურატურაში დაბარებაც. ოცნება წლების განმავლობაში დეზინფორმაციული ნაგავით მომზადებულ ტორტს ახლა თავზე შხამიანი ალუბალივით დაადო სწორედ ეს გადაწყვეტილება. დამატებითი მაპროვოცირებელი სიგნალი, რომ საქართველოსთვის რაიმე შეღავაძე არც კი არა, ვერც იფიქრო. 1 სექტემბერი ასევე უკავშირდება შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს არის ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის ერთი ფაზის დასასრული. 5 სექტემბრამდე მოგეხსენებათ უნდა გამოცხადდეს განაჩენები ათეულობით უსამართლოდ საპატიმროში გამოწვეულ მოქალაქეზე. პროტესტის მონაწილეებზე, რომელთა მიმართ შეთითქმული ბრალდებები წარმოებული სამარცხვინო სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოწვევა, სინდისის პატიმრების თავისუფლების აღკვეთა, ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ არაადეკვატური სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეპრესიები, ეს ყველაფერი ქვეყანას სულ უფრო მეტად უახლოვებს ავტორიტარიზმის ბოლო ზღვარს და ხელს ართმევს ტოტალიტარიზმს. იმ ტოტალიტარიზმს, რომელშიც ცხოვრებაც ერთხელ უკვე გამოვცადეთ. ძიმე მემკვიდრეობად დაგვრჩა და რომლის გროტესკულ, თუმცა არანაკლებად საშიშ რეინკარნაციას დღევანდელი ქართული რეჟიმი წარმოადგენს. 1 სექტემბერი მნიშვნელოვანია გლობალურ დონეზეც. ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე თავმოყრილია ავტორიტარული ღერძის სახელმწიფოების უმრავლესობა. სწორედ ამ ფონის პარალელურად იწურება პრეზიდენტ ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული ვადა, რომლის ფარგლებშიც უკრაინის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დინამიკა უნდა შექმნილიყო. დიახ, დინამიკა შეიქმნა, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით. მოსკოვმა გააძლიერა დაბომბვები უკრაინის ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, რამაც ბოლო თვეებში ყველაზე მძიმე დიდი მსხვერპლი მოიტანა. ევროპელი ლიდერები და ამერიკელი პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ პუტინთან მოლაპარაკებას პერსპექტივა აღარ აქვს. მეტიც მას კაციჭამია ბელადად მოიხსენიებენ და პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ აღარ მისცეს დრო და რესურსი რუს დიქტატურს, რათა უკრაინის და დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგო დიპლომატიური მანევრები განაგრძოს. სამივე სურათი, ევროკავშირის ვადა, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და გლობალური დაპირისპირება გვაჩვენებს ერთ რამეს. ჩვენ არჩევანი თითქმის აღარ დაგვრჩა. დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი, თავისუფლება თუ მონობა, ევროპული მომავალი თუ ორბიტა, რომელიც გვეგონა, რომ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ჩვენი გადასაწყვეტია ვიბრძოლებთ თუ შევეგუებით. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბრძოლის გარეშე თავისუფლება აღარ მოვა. ამიტომ 1 სექტემბრიდან ახალ სატელევიზიო სეზონში ჩვენი მთავარი ამოცანა იგივე რჩება. სიმართლის თქმა, დემოკრატიის დაცვა და ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ ბრძოლაში ფორმულას გუნდი, ფორმულას მაყურებელთან ერთად ვდგავართ. და ბოლოს სანამ სტუმრებთან საუბარს დავიწყებ, კიდევ მცირედით ვითხოვთ თქვენს ყურადღებას იმისთვის, რომ გავიაზროთ, სადაც ვართ ჯერ ამ რეჟიმის ავტორიტარული გამოვლინებების ბოლო კი არა, დასაწყისია. შემდეგ ფაზებს უკვე პოლიტიკისგან შორს მყოფი ხალხიც მძლავრად იგრძნობს და ახლა მოგიყვებით როგორ. ყურადღება. 1 სექტემბერი მნიშვნელოვანი ახალი ათვლის წერტილია პუტინის რუსეთში.
ქვეყნის და საზოგადოების ძალადობრივი მართვის მოდელისთვის საითქენაც აჩქარებული ტემპით მივექანებით. კერძოდ, დღეიდან რუსეთში ძალაში შედის შემდეგი ახალი რეპრესიული ხასიათის კანონები ან ცვლილებები კანონებში. ექსტრემისტული მასალების ძებნა ინტერნეტში დღეიდან იგრძალება და 5000 რუბლით ჯარიმდება. ანუ მონაწილეობა კი არა რაღაც ექსტრემისტულ დაჯგუფებაში, მოძრაობაში, გამოხატვა რაღაც მოქმედებით. აი, ინტერნეტში ან მობილურში უბრალოდ Google-ში ძებნარში რო აკრიფოთ, ну მაგალითად რა ვთქვა, აი მაგალითად სერბეთის წინააღმდეგობის მოძრაობა ოტპორი მაგალითად, ან კმარა რო აკრიფოთ უბრალოდ და გაინტერესოთ, ამასაც კი აკონტროლებს FSB, ანუ რუსული სპეცსამსახური, ამის გამო მოგვაკითხავენ და დაგაჯარიმებენ. სიმბარათების, ანუ სატელეფონო სიმბარათების და ინტერნეტ ანგარიშების გადაცემა სხვისთვის ასევე იგრძალება და 200,000 რუბლით ჯარიმა გამოიწერება. სიმბარათის შესყიდვა დაფიქსირდება ვიდეო კამერაზე, ჩანაწერები ინახება მინიმუმ 1 თვის მანძილზე. VPN-ის რეკლამა, ეს ვინც არ იცის, ასე ვთქვათ, სპეციალური ხერხი არის, ხრიკი არის მეთოდი, რომელიცაც შემოვლა ხდება, ასე ვთქვათ, აკრძალული საიტების ყურებისათვის, ხო? იგრძალება ასევე ყველა iPhone-სა და Android-ზე სავალდებულო ხდება Maxis, Android-ის და Play Store-ის რუსული ანალოგის დაყენება, რაც რა თქმა უნდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება. საფინანსო სფეროში ბანკები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღებენ ანგარიშებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე რუსეთში ანგარიშების დაბლოკვას ავტომატურად მოყვება სიმბარათის დაბლოკვაც. მანქანებზე მოსაკრებლები 3-ჯერ იზრდება. განათლების სფეროში კრიტიკულად მცირდება სკოლებში ინგლისური ენის საათები. და სხვა ცვლილებების, მაგალითად, ფილმები, არატრადიციული ღირებულებები დაექვემდებარება ცენზურას. ოღონდ ამაში განმარტებული არ არის არატრადიციულ ღირებულებებში რა მოიაზრება და მთავრობას ანიჭებს დისკრეციულ უფლებას. უცხოეთის აგენტებს, იცით, კანონები აქვთ მიღებული, იგრძალებათ ახლა უკვე საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცეში ნებისმიერი საქმიანობა. ეგზოტიკური ცხოველების სახლში ყოველაც იგრძალება. წიწაკის ან გაზის სპრეებს აწინ მხოლოდ პასპორტის წარდგენის შემდეგ გაყიდიან რუსეთში. ასეთია დღეს 1 სექტემბერს პუტინის რუსეთი. ასეთი იქნება მალე საქართველო თუ რაღაც მნიშვნელოვნად არ შევცვალეთ. და ეს რაღაც უკვე ყველამ ვიცით რაცაა. თავარი კითხვა, როგორ?